არასოდეს დილემის წინაშე დავდექით. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ასეთი მკვეთრი დილემა იყო, როდის მე რუსეთი ან დასავლეთი არ ყოფილა. ამიტომ იქნება გამოსტა სექტემბრიდან არჩევნებს, ხო? რა თქმა უნდა, რიგარეში არჩევნებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მე 100,000-ობით ამ ქვეყნიდან წასული საქართველოს მოქალაქის აქტიური მონაწილეობა საზღვარგარეთაც. იმიტომ რომ მათ ჩვენმა მეგობრებმა უნდა გაიგონდეს მე რა თქმა უნდა სალაპარაკო ორი სიტყვით ვიტყვიო, ამ ოკუპაცია გადარჩენილ ტერიტორიაზე ვინც კი შემორჩით. ხო ვიბრძვით და ბოლომდე ვიქნებით ამ ბრძოლაში და მოვიპოვებთ რიგარეში არჩევნების ჩატარების უფლებას, ხო? მაგრამ როდესაც 2-3 თვით ადრე გვეცოდინება რომ არჩევნები რიგარეში კონკრეტულად დღეს არის, კი ერთი დღე, ეგრეთ წოდებული day off-ი ყველამ უნდა აიღოს და 500 კილომეტრიც უნდა გაიაროს. და ხმამიცეს კი 10,000 ქართველი იყო მარტო 2020 წელს არჩევნებზე მისული, მაგრამ მაშინ არ იყო რუსეთი თუ დასავლეთი ასეთი დილემა და წყალგამყოფი. წილი ახლა ნაყარია, მე დარწმუნებული ვარ, ყველა ემიგრანტი აცნობიერებს. უკრაინაში ომმა შეცვალა, მაგრამ აი შეკითხვა მაქვს. მე 100,000-ზე ნაკლები საზღვარგარეთ ემიგრანტი არ მივა საარჩევნო ურნებთან და 95% ხარს დაუჭერს დემოკრატიულ. აი ახლა